ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს გამარჯვების გეგმა წარუდგინა მსოფლიო ომისგან გადადგმული პირველი ნაბიჯები და ბირთვული იარაღით უკრაინის აღჭურვა. ასეთია უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან. მთავარი მოთხოვნა სამხედრო ფინანსური დახმარების მიღება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უკრაინის პირველმა პირმა ევროკავშირის ქვეყნებს უთხრა, რომ რუსეთთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას ჩრდილოეთ კორეის სამხედროებიც აპირებენ. ზელენსკიმ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის მიერ ბირთვული არსენალის დათმობას შეცდომა უწოდა და გარანტორ ქვეყნებს უსაყვედურა. დღესვე დასავლურმა მედიამ უკრაინის მთავრობის მაღალ ჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ თანხმობის შემთხვევაში უკრაინას პირველი ბირთვული ბომბის შესაქმნელად რამდენიმე კვირა დასჭირდება, რაშიც წარსული გამოცდილება დაეხმარება. ევროკავშირის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. ომის დაწყებიდან 2 წელიწადნახევრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა გამარჯვების გეგმა შექმნა და ვაშინგტონში და კიევში პრეზენტაციის შემდეგ დღეს ბრიუსელში წარადგინა. ზელენსკი იმედოვნებს, რომ გეგმის მხარდაჭერის შემთხვევაში ომი არაუგვიანეს მომავალ წელს დასრულდება. ზელენსკის გეგმის მიხედვით უკრაინა უნდა მიიწვიონ ნატოში, უკრაინას უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაარტყა სამიზნეებს რუსეთის სიღრმეში და დასავლეთის ქვეყნებმა უნდა დაიწყონ უკრაინის სივრცეში რუსული რაკეტების ჩამოგდება. გამარჯვების გეგმა არის ხიდი წარმატებული მეორე სამშვიდობო სამიტისკენ. ეს დაიცავს არა მარტო უკრაინას, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ნორდიკულ ქვეყნებს, პოლონეთს და ბალკანეთს, სხვა რეგიონებს, სხვა პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის თვალთახედვის არეალში არიან. ჩვენ გთავაზობთ უკრაინის მიწაზე შეკავების პაკეტის განთავსებას, რომელიც ან აიძულებს რუსეთს მონაწილეობა მიიღოს რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ან დაუშვას მათი სამხედრო სამიზნეების განადგურება. პუტინმა უნდა დაინახოს, რომ მისი გეოპოლიტიკური გათვლები უსარგებლოა. ახლა ალიანსში მიწვევას მოგვიანებით გაწევრიანებით არ ექნება პოლიტიკური ღირებულება. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან ასევე ელოდება 35 მილიარდი დოლარის მიღებას გაყინული რუსული აქტივებიდან. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ეს ფული უკრაინას სესხის სახით გადაეცემა. ზელენსკის გეგმა ასევე ითვალისწინებს უკრაინაში არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტის მიღებას, რაც საკმარისი უნდა იყოს სამომავლოდ ქვეყნის დასაცავად. ამ პუნქტს აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც დასავლელ პარტნიორებს გადაეცათ. ეს სავარაუდოდ მოიცავს გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლური ჯარების განთავსებას უკრაინის ტერიტორიაზე. ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ზარალზე ისაუბრა, რაც უკრაინამ 90-იან წლებში ბირთვული იარაღის დათმობით მიიღო. უკრაინას ჰქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი, იყვნენ ბირთვული სახელმწიფოები. ამ დიდი ბირთვული ქვეყნებიდან რომელი დაზარალდა? ყველა? არა. ერთი არის უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? არა. ერთი არის უკრაინა. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბარში მას უთხარი, ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი და მაშინ ეს ჩვენთვის დაცვა, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გქონდეს. ნატოს გარდა დღეს ჩვენ არ ვიცით რაიმე ეფექტური ალიანსები. ნატოს ქვეყნები დღეს ომში არ არიან. ნატოს ქვეყნებში ხალხი ყველა ცოცხალია და ამიტომ ვირჩევთ ნატოს და არა ბირთვულ იარაღს. და მჯერა რომ დონალდ ტრამპმა მომისმინა. მან თქვა, თქვენ გაქვთ სამართლიანი არგუმენტები. ზელენსკიმ გეგმა წარადგინა უკრაინისთვის კრიტიკულ დროს, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინის აღმოსავლეთში წინ მიიწევენ, როდესაც ზამთრის წინ ენერგოსისტემა რუსეთის არმიის თავდასხმის სამიზნეა და როდესაც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები იწვევს გაურკვევლობას სამომავლოდ დასავლეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. განხორციელდება თუ არა ზელენსკის ახალი გეგმა, ეს ჯერ უცნობია, თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ფიქრობს, რომ უკრაინის ომი მალე დასრულდება, თუმცა ეს საფასურის გარეშე არ მოხდება. რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინას 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების მსგავსი სცენარი ელოდება და რომლის ფარგლებშიც ტერიტორიების დათმობა მოუწევს. რუსეთთან მშვიდობას უკრაინა და შეერთებული შტატები გააფორმებენ. მეშინია რომ უკრაინა მსხვერპლი გახდება ისევე როგორც ჩვენ გავხდით მიუნხენის შეთანხმების მსხვერპლი. ეს ძალიან მტკივნეული იქნება და მაინტერესებს რა აზრი ჰქონდა 100,000 ადამიანის სიკვდილს ორივე მხრიდან. სავსებით შესაძლებელია რომ უკრაინა დიდი სახელმწიფოების მსხვერპლი გახდება და ალბათ ასეც იქნება. ძალიან მწუხვარ, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინას დასცინიან. ისინი კი იბრძვიან უკანასკნელ უკრაინელ ჯარისკაცამდე. ჩემმა პარტიამ ბევრჯერ განაცხადა, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, მაგრამ რეალობაა. უკრაინის საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს თავდაცვის მინისტერიალზეც. ალიანსის ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს 33 ან 34 წევრი გახდება, თუმცა ზუსტი დრო გაურკვეველია. დღეს ბრიუსელში ასევე თქვეს, რომ
ომის დროს ნატოში უკრაინის გაწევრიანება შეუძლებელია. ჩინეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები აგრძელებენ რუსეთის აგრესიული ომის გაღვივებასა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევას. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე პარტნიორებმა მთელ მსოფლიოში გააგრძელონ ერთადგომა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდასაჭერად. დღეს ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ომის ინტერნაციონალიზაციაზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა. ეს უპირველესად უკავშირდება ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც რუსეთის აღმოსავლეთში 10,000 ჯარისკაცი გაგზავნა. უკრაინაში ამტკიცებენ, რომ იქმნება ბურიატიის სპეციალური ბატალიონი, რომელიც 3,000 ჩრდილოეთ კორეელისგან დაკომპლექტდება და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსდება. ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინა უკვე ფაქტობრივად ომშია ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან, რომელიც რუსეთს უპილოტო აპარატებს და ბალისტიკურ რაკეტებს უგზავნის. ზელენსკიმ დღეს ბრიუსელში ევროპელებს უთხრა, რომ ეს მსოფლიო ომისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია. ჩრდილოეთ კორეის დახმარების პარალელურად რუსეთის არმიას აქვს წინსვლა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს. რუსეთის არმია ასევე მიუახლოვდა ქალაქ სელიდოვოსაც. აღმოსავლეთ უკრაინაში კუპიანსკის და პოკროვსკის მიმართულებით რუსულ ჯარებთან ბრძოლა გრძელდება. უკრაინას პარტნიორების და მოკავშირეების დახმარება სჭირდება. უკრაინის ომზე ისაუბრებს ევროპელ ლიდერებთან შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ევროპაში გაემგზავრა.